ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც რა თქმა უნდა იქნება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტების და სტუდენტების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული. რაც შეეხება პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებს, გაჟღერდა არაერთხელ, რომ არავითარი შემცირება ამ კუთხით არ იგეგმება. პირიქით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის განვითარებაზე და მათთვის სწავლის გადაცემაზე. წინაპირობა იმისა, რომ შემცირდეს სტუდენტების რაოდენობა ან ლექტორების რაოდენობა, რასაკვირველი არ არსებობს. აქ არსებობს აუცილებლობა კონცენტრაციისა ტექნიკურ სპეციალობებზე, ჰუმანიტარულ სპეციალობებზე, იმ ინტელექტუალური რესურსის, რომელიც გააჩნია ტექნიკურ უნივერსიტეტს ცალკე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცალკე. ანუ ძალები უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რათა ყველა ფაკულტეტი, ყველა დარგის მიმართულება უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო დონის განათლების, სათანადო დონის მქონე პედაგოგიური შემადგენლობით. ეს არის ამოცანა, რის გამოც ხდება ამ ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება.